დღეს ჩვენ გავარჩევთ ყველაზე პოპულარულ სტრატეგიებს, რომლებითაც მამაკაცები ქალებს თავს აყვარებენ. ვიდეოს ბოლოსკენ კი მოგიყვები იმ ნიუანსებს, რომლების გამოყენებასაც უკვე დღეიდანვე შეძლებ. პირველი არის პიკაპერების სტრატეგია. პიკაპერების მენტალობის მქონე მამაკაცები, რომლებსაც რეალურად ძალიან მარტივად შეუძლიათ ქალების ემოციებზე აგდება. ყველას გექნებათ შემჩნეული, რომ ზოგს ქალთან მისვლაც კი ურთულდება, ზოგი კი ორ სიტყვას ეტყვის ქალს და ქალი უკვე დნება, უკვე ღამეძილის წინაც კი მასზე ფიქრობს. ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ეგ ხალხი რაღაც მაგიურ ძალას ფლობსო. ქალები უღიმიან, აქეთ მორცხოვენ მათთან და უფლებას აძლევენ მას, რომ წაიყვანოს სადმე განმარტოვებულ ადგილას. რატომ ხდება მასე? გამოცდილმა პიკაპერებმა ნამდვილად კარგად იციან, თუ როგორ უნდა გამოიწვიონ ქალში მომენტალური ემოციური კოქტეილი. იმიტომ რომ იმ სტანდარტულ სტრატეგიებს იყენებენ, როგორიცაა ემოციური კონტრასტი, ემოციური საქანელები, დაახლოვება, დაშორება და ასე შემდეგ. სინამდვილეში იმისთვის, რომ ქალის ძარღვებში დღეს და ახლა მომენტალურად გამოიწვიო ემოციური კოქტეილი, ეგ გაუაზრებელი და პრიმიტიული მეთოდები სრულიად საკმარისია. ჯერ ქალს დადებით და მკვეთრ ემოციებს აძლევ, კმაყოფილს და პოზიტიურ ნოტაზე ტოვებ. შემდეგ კი დისტანცირდები მისგან. შემდეგ ქალს შიმშილი ეუფლება, რადგან დისტანცირების დროს მასში დოფამინი და ოქსიტოცინი იწყებს მატებას. და თავისთავად მომდევნო თქვენს შეხვედრაზე კიდევ უფრო დიდი სურვილით იპრანჭება და კიდევ უფრო სწრაფად მორბის შენთან. ლოგიკა გასაგებია, მაგრამ ამ სტრატეგიის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ის მოკლევადიან ეფექტს იძლევა. რეალური პრობლემები იწყება მაშინ, როდესაც თქვენი ურთიერთობა მანქანით დასაობაზე და პარკში ხელი-ხელ ჩაკიდებულ სეირნობაზე მეტი ხდება. და როგორ იმუშავებს ემოციური კონტრასტი, როდესაც უკვე სრულფასოვან ურთიერთობაში გადავა ეგ ყველაფერი. სინამდვილეში ემოციური კონტრასტის ეფექტურობა შიგნით ურთიერთობაში ძალიან ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული. და პიკაპერების იდეოლოგია უბრალოდ ვერ აგიხსნის, როგორ შეიცვლება ქალის ბიოქიმია გარემო პირობებიდან გამომდინარე. იმიტომ რომ მათ მხოლოდ საწყის ეტაპზე შეუძლიათ მაგ პრიმიტიული მეთოდებით ქალების მოხიბლა. შემდეგ კი ყველა მათი ურთიერთობა კრახით სრულდება, რადგან მათ ურთიერთობის მართვა არ შეუძლიათ. მაგალითად, შენ ერთი კვირით წახვედი მივლინებაში და ქალმა იცის ეგ. ეგ მოვლენა გამოიწვევს თუ არა ქალში დოფამინის გამოყოფას. ან თქვათ იკონფლიქტეთ და არ სწერ მას, ეს გამოყოფს თუ არა მასში დოფამინს. ან თქვათ უბრალოდ გაქრი მისი ცხოვრებიდან და საერთოდ აღარც სწერ, ეს გამოიწვევს მასში ემოციებს, თუ უბრალოდ რა უბედურება ხდებაო იტყვის. პიკაპერები ვერ ერკვევიან ნიუანსებში, ისინი აკეთებენ იმ პრინციპით, რომ უბრალოდ აკეთე და რაღაც იქნება რა. გრძელვადიან ურთიერთობაში კი ეგ მიდგომა აბსურდულ ვითარებებს იწვევს. რა უნდა ქნას მასეთმა კაცმა, როდესაც ცოლთან შეექმნება კონფლიქტური ვითარება. როდესაც ცოლი უპატივცემლურად უდგება, ეჩხუბება და თავის პირობებს კარნახობს. პარალელურად კი აკვანში შვილი წევს და ტირის. რა უნდა ქნას ამ ვითარებაში პიკაპერის მენტალობის მამაკაცმა? ემოციურ კონტრასტს უნდა მიმართოს, თუ ემოციური საქანელებით უნდა არყიოს ოჯახი. თუ ჯადოსნური მზერით გახედავს და ეგრევე დაემორჩილება მისი უკვე მწყობრიდან გამოსული ცოლი. პიკაპერებს შიგნით ურთიერთობაში, მით უმეტეს ოჯახურ ურთიერთობაში, ურთიერთობის მართვის ეფექტური ინსტრუმენტი არ აქვთ. არც ქალთა ტიპაჟების გარჩევა შეუძლიათ, უბრალოდ იმას ირჩევენ, ვინც უფრო მეტად მოუნდებათ. ამიტომ შიგნით ურთიერთობაში რჩებათ მხოლოდ ორი გზა. ან ემორჩილებიან ქალს და ვითარების დაწყნარებას ცდილობენ, ან მიდიან სხვა ქალებთან, რომლებსაც ჯერ კიდევ შეუძლიათ რომ გააკვირვონ თავიანთი მაგ პრიმიტიული მეთოდებით. პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ ორივე შემთხვევაში ეგ ურთიერთობა ინგრევა. მაგ ქალის პირველად ემოციებზე აგდების მეთოდებში მთელი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ რაც უფრო დიდხნიანი პრაქტიკა აქვს მამაკაცს, მით უფრო კარგავს გრძელვადიანი ურთიერთობის მართვის უნარს. იმიტომ რომ ეგ მეთოდები არის ეფექტური მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისში, როდესაც ეგ ყველაფერი ქალისთვის შენგან სიახლეა. საბოლოო ჯამში მას ხელში რჩება აბსოლუტური იმედგაცრუება ოჯახური ურთიერთობიდან. იმიტომ რომ ოჯახური ურთიერთობა სულ სხვა უნარებს ითხოვს. მას კი თვითონაც დოფამინის სისტემა აბსოლუტურად შერყეული აქვს. აქ იწყება დეპრესია, აპათია, ქრონიკული უკმაყოფილება და თავისთავად კატასტროფული ფინალი. მეორე არასწორი სტრატეგია არის რიგითი ინფანტილური მამაკაცების მიდგომა, რომელიც ასევე კრახით სრულდება. საუბარი მაქვს იმ მამაკაცებზე, რომლებსაც სჯერათ, რომ ყველა ქალი უნიკალურია, რომ თუ ქალს არ უნდა ვერ დაკერავ და თუ დაკერე, შენ კი არ დაკერე, მან მოგცა უფლება რომ დაკერო და ამიტომ ბედნიერი უნდა იყო. მათ სჯერათ, რომ აი ეს ვარ რაც ვარ რა და მე შევთავაზებ ქალს ჩემ თავს და ვინც ამირჩევს ის იქნება ჩემი ბედიო. ეს მეთოდი მათ აძლევს იმის არგუმენტს, თუ რატომ არ უნდა აკეთონ არაფერი. იმიტომ რომ არაფერს აზრი არ აქვს, უბრალოდ ვაიბებით უნდა დაემთხვეთ და ეგ არის. ზუსტად ამიტომ მისი მთავარი სტრატეგია ხდება ტოტალური კეთილმოსურნეობა. ის ქალს პრიმიტიული სისტემით აფასებს. თუ გამიღიმა ესე იგი კარგია, თუ არ გამიღიმა ესე იგი ცუდია. აი ამ დონემდე დადის მისი ქალთან ურთიერთობის სტრატეგია.
ის ქალის ყველა პირველად რეაქციას იღებს როგორც უტყუარს და მაგის მიხედვით მოქმედებს. ანუ თუ ქალი იღიმის, ესე იგი სწორად ვიქცევი, ხოლო თუ ქალი ყვირის და ტირის, ესე იგი მე დავუშვი რაღაც შეცდომა, ამიტომ სასწრაფოდ ყველაფერი უნდა გამოვასწორო. როდესაც ურთიერთობაში პრობლემა ექმნებათ, ასეთი ტიპის მამაკაცები როგორც წესი მირბიან სხვა ქალთან, რომ რჩევა მიიღონ. და უმეტესწილად მისი ცოლის, ან შეყვარებულის დაქალია ხოლმე ეგ ქალი. იმიტომ რომ მას სჯერა იმ აბსურდული თეორიის, რომ ყველაზე კარგად ქალები ერკვევიან ქალებში. თავისთავად მაგდა ქალისგან იღებს მორიგ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა გამოიწვიოს მისი ცოლის სახეზე ისევ ის ღიმილი. მაგდა ქალის რჩევა კი როგორც წესი არის ხოლმე ხურები ფართოდ გაშალე, კარგად მოусმინე რა უნდა შენს ცოლს და გააკეთე ისე როგორც უნდა. მოგვიანებით კი ამ ყველაფრის შედეგად მისი ცოლი გადაიქცევა მონსტრად, რომელიც თავის იქცევით ეუბნება მას, თუ გინდა რომ გავიღიმო, მაშინ ისე უნდა ქნა, როგორც მე გეტყვიო. როდესაც მამაკაცი ვერ ერკვევა ქალში, ის ქალის პირველად ემოციებს, ქალის მაგ ღიმილს აღიქვამს როგორც სიყვარულს და მიჯაჭვულობას. და როდესაც ქალი მიდის მისგან, ან პირდაპირ ღალატობს, მისთვის მოულოდნელია ხოლმე ეგ მოვლენა და უკვირს. იმიტომ რომ დილას ის უღიმოდა. ამიტომ ეს სტრატეგიაც კრახით სრულდება. კომფორტული მამაკაცი კარგია, მაგრამ მხოლოდ კომფორტი არავის არაფერში არ სჭირდება. მესამე სტრატეგია კი არის, როდესაც მამაკაცს აქვს კონკრეტული მისია, რომ გახდეს კარგი ქმარი, რომ გახდეს კარგი მამა. უბრალოდ კარგი და კეთილი მამაკაცია, რომელსაც არ სჭირდება ემოციური თამაშები. მას ჯანსაღი ოჯახი უნდა, მას უნდა რომ კარგი ქალი გააბედნიეროს, უნდა რომ მათი მომავალი შვილები ბედნიერები იყვნენ. ამ გზას ირჩევენ სწორი ადამიანები, მორალურად სწორად მცხოვრები, როგორც წესია რელიგიური, მოწესრიგებული და თავშეკავებული ადამიანები. ასეთი მამაკაცი დაცულია იმ ზედაპირული შეცდომებისგან, რასაც წინაური სტრატეგიის მქონე მამაკაცი უშვებს. იმიტომ რომ მას აქვს თავშეკავების უნარი განვითარებული, ჩვევად აქვს უბრალოდ სიამოვნებაზე უარის თქმა და არანაირ დისკომფორტს არ გრძნობს. თავისთავად ის ქალსაც მასეთივეს ეძებს. მაგრამ ასეთი მამაკაცის პრობლემაც იმაში მდგომარეობს, რომ მასაც, ისევე როგორც წინაურ ტიპაჟს, არ ესმის ქალების. კი, იმ ზედაპირულ საკითხებს ხვდება, რომ ქალს გამომწვევად არ უნდა ეცვას, ქალი არ უნდა იყოს აგრესიული, უნდა იყოს თვინიერი, არ უნდა ბილსიტყვაობდეს და ასე შემდეგ. მაგრამ ეგ ზედაპირული ფილტრია, რომელიც ქალის სიღრმისეულ დეფექტებზე არაფერს გიყვება. მოკრძალებულად აცვია, თავშეკავებულად იქცევა პაემაზე, დიდად არ აქვს ემოციური გაუწონასწორებლობა, ესე იგი გამოდგება ოჯახისთვის. დაახლოებით ასე ირჩევს ქალს. და კი, ამ მიდგომით, იმ წინა მიდგომებისგან განსხვავებით, უფრო მეტია იმის შანსი, რომ უკეთესი ურთიერთობა გქონდეს. მაგრამ ეგ არ არის საკმარისი ფილტრი, იმიტომ რომ ფარულად გარყვნილ ქალებს კიდევ უფრო კარგად აქვთ კარგი და კეთილი ქალის ფასადის შექმნის უნარი განვითარებული. კი, იქ ეგრევე ეთყობა ქალს, რომ ფუჭია, მაგრამ შენ შემთხვევაში ლატარიას თამაშობ. როგორი კამფეტი შეგხვდება მათ კარგ შეფუთვაში, გრძელვადიან პერსპექტივაში შენც არ იცი. და მთელი პრობლემაც იმაში მდგომარეობს, რომ შეიძლება თვითონ ქალმაც კი არ იცის, რა ტიპის პრობლემები შეიძლება შექმნას მან მომავალ მის ოჯახურ ურთიერთობაში. მით უმეტეს თუ შენამდე ურთიერთობა არ ჰქონია, ჯერ თვითონაც არ იცის, რა ტიპის დეფექტები და რისი პოტენციალი დევს მასში. ზუსტად ამ მიზეზით ის, რომ ის დღეს და ახლა მშვიდი და გაწონასწორებულია შენთან პაემაზე, საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. ამიტომ ქალის გარეგანი პოზიტიური ნიშნები მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური ფინალის იმედი შეიძლება იყოს და არა დასტური. ხოლო თუ ეგ იმედი არ გაამართლებს, მიიღებ ძალიან მძიმე დარტყმას, რომლის მკურნალობასაც შემდეგ უკვე წლები სჭირდება. აქედან დასკვნა, ერთადერთი სტრატეგია, რომლის შედეგადაც მიიღებ კარგ, კეთილ და ჯანსაღ ურთიერთობას, არის როდესაც თავიდან ბოლომდე ერკვევი ყველაფერში. მაგაში კი დაგეხმარება ახალი ვიდეო კურსი ოჯახისთვის გამოსადეგ ქალზე. მაგალითად ქალი გეუბნება, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ კაცმა გამიგოს, მენდოს და არ შემზღუდოს, იმიტომ რომ ცუდი გამოცდილება მაქვს. შეყვარებული მყავდა ძალიან ეგოისტი, რომელიც სულ ეჩვიანობდა და მაკონტროლებდა. ვიღაცა იტყვის, რომ არ გაუმართლა ქალს და რა მისი ბრალია, ახლა მე მას გავაბედნიერებო. ხოლო ის, ვისაც ქალთა ფსიქოტიპებზე ვიდეო კურსი აქვს გავლილი, ეგრევე დაუსვამს დიაგნოზს, რომ მას კვერცხებიც აბია და დრამატული სცენებისკენაც აქვს მიდრეკილება. ამიტომ მაგ სცენარის ფინალიც გასაგებია. ეგ ქალი ყველა ვარიანტში არის კონფლიქტური და ან ქალმა გადაღუნა კაცი და მიატოვა, ან კაცს მობეზრდა და ქალი მიატოვა. ეს კი ჯერ კიდევ მაგ ურთიერთობაშია ემოციურად ჩარჩენილი და განიცდის. ამიტომ ქალებში გარკვევა არ არის მხოლოდ იმის ცოდნა, თუ რა ტიპის სიტყვების კომბინაცია უნდა უთხრა, რომ უცებ დაიკეროს ის. ქალებში გარკვევა არის, როდესაც ყველა ნიუანსს ხვდები, როდესაც ქალის ერთი წინადადებიდანაც კი უკვე მთელ მის სანტა-ბარბარას ხვდები. როდესაც ყველა მის ინტონაციას ხვდები, რომელიც მთლიანად ცვლის მისი წარმოთქმული წინადადების შინაარსს. მოდით ახლა დაუბრუნდეთ იმავე საკითხებს, რაც ვიდეოს მიმდინარეობისას მაგალითებად მოვიყვანე და გავარჩიოთ. თქვათ მივლინებაში მიდიხარ ერთი კვირით და ქალმა წინასწარ იცის, ეგ გამოიწვევს თუ არა ქალში დოფამინს.
თუ ეგ ქალმა წინასწარ იცოდა, ანუ წინასწარ დაგეგმილი იყო ეგ მოვლენა, მაშინ ძალიან სუსტი ტრიგერი იქნება დოფამინისთვის. ხოლო თუ მოულოდნელად მოხდება, უიხვალ მივლინებაში მიწევს წასვლაო, თავისთავად აქ მისი ჰორმონალური პროფილი ბევრად მაღლა წავა. სინამდვილეში ასეთი ნიუანსები ძალიან მნიშვნელოვანია. შინაარსობრივად იგივე ხდება ორივე შემთხვევაში. ორივე შემთხვევაში ერთი კვირით ვერ ნახავთ ერთმანეთს. მაგრამ ჰორმონალური უკავშირი განსხვავებულია და ზუსტადაც რომ მაგ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებზეა დამოკიდებული. ახლა კი სხვა საკითხი. როდის არის ბევრად უფრო ძლიერი ეგ ჰორმონალური უკავშირი? ამაზე უკვე ვისაუბრეთ, რომ თავისთავად როდესაც ქალში მომენტალურად მკვეთრდადებით ემოციებს იწვევ. ან გარკვეულ პერიოდში იწვევ, სადაც ეგ პოზიტიური ემოციები გროვდება მასში. და მხოლოდ შემდეგ დისტანცირდები მისგან. მაგრამ აქ არის აუცილებლად გასათვალისწინებელი, რომ დისტანციაზე აუცილებლად უნდა გახვიდეს სწორ დროს და აუცილებლად პოზიტიურ ნოტაზე. თუ შენ არასწორად იზამ, არასწორ დროს, არასწორ ადგილას იზამ, უკეთეს შემთხვევაში ქალში გაურკვევლობას გამოიწვევ, უარეს შემთხვევაში კი გაბრაზებას და წყენას. ამ ვითარებაში კი აბსოლუტურად სხვა ტიპის ჰორმონალურ პროცესს იწვევ ქალში. ფარული კონფლიქტის პროცესი მიმდინარეობს ქალში, რომელიც ნელ-ნელა ფონურად ვითარდება მასში. შედეგად შენ იღებ ქალს, რომელშიც შენ არასწორად გაქვს დოფამინის და ოქსიტოცინის სისტემა განვითარებული. რადგან მასეთ წყობაში მასში ეგ ნეირომედიატორები კონფლიქტის დროს არ გამოიყოფა, პირიქით მას ჯერუნდება რომ აქეთაც ხელი გკრას, რომ შემდეგ უკვე დაეწყოს ჰორმონალური პროფილის ზრდა. ანუ შენ მაგ არასწორი მიდგომით ქალში ახდენ ისეთი ჰორმონალური წყობის ფორმირებას, სადაც ის შენდამი პოზიტიურ ემოციებს გრძნობს მხოლოდ მაშინ, როდესაც რეალურად ექმნება იმის საფრთხე, რომ შეიძლება დაკარგოს. მან უნდა დაიჯეროს ეგ უნდა სჯეროდეს, რომ ნამდვილად გკარგავს. გამოდის, რომ ჯერ ნეგატივი უნდა იყოს, რომ შემდეგ პოზიტივი მიიღოს. ეს უკვე არასწორი წყობაა და ასეთ ურთიერთობას გადარჩენის შანსი აქვს ნულთან მიახლოვებული. რადგან ნეგატივის გარეშე იმ პოზიტივს ვერ მიიღებს, რაც მას სჭირდება. და კონკრეტულად როდის გკრავს ხოლმე ხელს, ეგ უკვე კონკრეტულად შენს ისტორიაზეა დამოკიდებული. ვიღაცებს 3 დღეში ერთხელ აქვთ ეგ ხელისკვრის პროცესი, ვიღაცებს კი 2 თვეში ერთხელ. მოკლედ კი, კონფლიქტის მეშვეობით არის შესაძლებელი, რომ ქალს თავი შეაყვარო. მაგრამ ეგ იმდენად ცვლილმანი სამუშაოა და იმდენი ნეგატიური უკვე ეფექტი აქვს, რომ არავის კი რჩევთ. კონკრეტული დეტალური ცოდნის გარეშე, სადაც ცვლილმანებში ერკვევი, უბრალოდ ვერ გაუმკლავდებით. სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალთა ტიპაჟებში კარგად ერკვეოდე. მაგალითად ერთ ქალთან შეიძლება თავს მისცე უფლება, რომ ძალიან ბევრი სასიამოვნო რამ აკეთო მისთვის, რაღაც რომანტიკები და ამბები რომ აკეთო, რისი სურვილიც გაქვთ ხოლმე. მაგრამ აქ მთელი ნიუანსი იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ ქალთან ზუსტად დეტალებში უნდა ხვდებოდე და გრძნობდე იმ მომენტს, თუ როდის უნდა გაჩერდე. იმიტომ რომ ის ფარულად, არაცნობიერად კარგავს შენთან დაახლოების სტიმულს. და ფარულად იმიტომ რომ ეგ პროცესი მასში შიგნიდან ფონურად მიმდინარეობს და გარედან მაგას ღიად არ გაჩვენებს. შესაბამისად მაგ მომენტში რომანტიკა კი არა, ნელ-ნელა და დელიკატურად მისგან დისტანციაზე არის გასვლა საჭირო. ასევე არსებობს სხვა ქალთა ტიპაჟიც, რომელსაც ვერანაირად ვერ დააინტერესებ, თუ თავიდანვე სტარტზევე ეფექტურად არ დაადემას. ვინც ქალთან გაცნობის ვიდეო კურსის მიხედვით გადის პრაქტიკას, ის კარგად ხვდება რაზეც ვსაუბრობ. ზუსტად იგივე ეხება გრძელვადიან ოჯახურ ურთიერთობასაც. მარტივ რეცეპტს გაძლევ. ოჯახურ ურთიერთობაში თავისთავად რაღაც სიკეთეებს, სასიამოვნო რაღაცებს აკეთებ ხოლმე ქალისთვის. თუ შენ მაგას ისე უბრალოდ დაუფიქრებლად შენივე ემოციების გავლენით იზამ ხოლმე და დეტალებს თუ არ მიაქცევ ყურადღებას, ქალს ყოველჯერზე სულ უფრო და უფრო ნაკლებად ესიამოვნება ეგ ყველაფერი. ადრე ის აღფრთოვანებული იყო, ბრწყინავდა იმის გამო, რომ შენ მას ვარდი აჩუქე, რომელიც ქაღალდისგან გააკეთე. ახლა კი რაღაც ძვირადღირებულს ჩუქნი, მაგრამ ხედავ რომ დიდად აღარანაირი ემოცია აღარაა. ზუსტად ამიტომ ასეთი ტიპაჟის ქალებთან თავიდანვე ისე უნდა დაალაგო, რომ როდესაც რაღაც პოზიტიურს იზამ, ან იმ დღესვე, ან მეორე დღეს, ეს უკვე ვითარებაზეა დამოკიდებული, დელიკატურად უნდა გახვიდე დისტანციაზე. რომ ნეირომედიატორების მიმართ მგრძნობელობა არ დაუქვეითდეს. ვიმეორებ, დისტანციაზე გასვლა უნდა იყოს პოზიტივის შემდეგ და არა ნეგატივის. და კარგად დაიმახსოვრეთ ეს, იმიტომ რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დეტალია. იმედი მაქვს ახლა მაინც ხვდებით, რომ ყველაფერს წყვეტს ცვლილმანები, ნიუანსები. ხოლო მე ჯერ ახლა დავიწყე მოყოლა. ახლა კი წარმოიდგინე, შენი ისტორია რომ გავარჩიოთ, რამდენ შეცდომას ვიპოვით შენს ჩვევებშიც და ქცევებშიც. ამიტომ ნუ გიკვირს თუ რაღაც არ გამოგდის. შენ გაქვს იმის შანსი, რომ ყველაფერი გამოასწორო. ამ წამსვე შეგიძლია გადახვიდე ბმულზე, შეიძინო და შეიმეცნო ლეგენდარული ვიდეო კურსები. და უკვე დღეიდანვე დაიწყო შენივე თავის რადიკალური ცვლილება უკეთესობისკენ. ბმულები ტრადიციულად აღწერაში და პირველ კომენტარშია.